მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება შეკითხვას, რას გააცნობიერებს უბრალოდ ის, ანუ ვინც გრებავთ ის ჩაიფიქრეთ, უახლოეს მომავალში თქვენთან დაკავშირებით. რას გააცნობიერებს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან დაკავშირებით. ეს იქნება სასიყვარულო თემატიკის გაშლა. ამიტომ ჩაიფიქრეთ მხოლოდ ან არსებულ პარტნიორზე, ან ადამიანზე, რომელთანაც ეხლა იწყებთ ურთიერთობას, ან წარსულ პარტნიორს. ეს სხვა გაშლის ფორმატი არ არის და ეხება მხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობებს. კითხვა კი შეგახსენებთ, რომ მდგომარეობს შემდეგში, რას გააცნობიერებს უახლოეს მომავალში თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა. იდენტიფიკაცია გავაკეთოთ, ვისთვის არის ეს გაშლა. თასების ტუზი მოვიდა პირდაპირ, არკანი ზომიერება, ხმლების რაინდი, არკანი შეყვარებულები, შვიდიანი ხმლები, არკანი სამყარო, არკანი ოთხიანი თასები, ხმლების დედოფალი და არკანი იმპერატორი. დასტის ბოლოს გვაქვს 10-იანი პენტაკლები. ჩემო ძვირფასებო, გაშლა ვისთვის არის და ცალსახად აქ უკვე პირდაპირ აჩვენადა, რომ რაც ჩანაფიქრიც გქონდა, რომ ეხება მხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობებს, თქო ნამდვილად დამიდასტურა, რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორული ურთიერთობების კონტექსტში დასანახი და წასაკითხი საჯარო გაშლა. კონკრეტულად კი ვის ეხება? ეხება ადამიანებს, რომლებიც წარსულში უფრო და არა მომავალში იყვნენ ერთმანეთისთვის ძალიან ახლო ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად ავსებდნენ ერთმანეთს და ქმნიდნენ ერთ მთლიანობას, ისევე როგორც ინი და იანი, ხო? აი ამ დასტაზე შეყვარებულების არკანი გამოსახულია ქალით და მამაკაცით, რომელიც სხვადასხვა კანის ფერით არის წარმოდგენილი. ანუ ეს ნიშნავს თქვენს განსხვავებას, შეიძლება ეს იყოს სოციალური განსხვავება, შეიძლება ეს იყოს მენტალური განსხვავება, შეიძლება ეს იყოს რაღაცა ტიპის განსხვავება, თუმცა ეს განსხვავებულობა არ ქმნიდა თქვენს შემთხვევაში რაიმე სარწმუნოების განსხვავება შეიძლება იყოს სხვა შორის აქ, იმიტომ რომ სამყაროს არკანი აქ გვერდზე და შეიძლება ან ეროვნებით განსხვავება იყოს, ან სარწმუნოებით რაღაცა ესეთი ნიშნით განსხვავებულობაზე ვსაუბრობთ აქ, სქესით განსხვავებაზე არა მხოლოდ. და ანუ ეს თქვენი განსხვავებულობა არ ქმნიდა რაიმე მნიშვნელოვან წინაღობას თითქოს ერთი შეხედვით თქვენ ორს შორის და პირიქით უფრო საინტერესო იყო თქვენი ურთიერთობა, რადგან როგორც გითხარით, ავსებდით ერთმანეთს. ამჟამად ურთიერთობა, ეხლა რასაც მე უყურებ, არის რაღაცნაირი პაუზასავით არის, ოღონდ ცოტა დასრულებისკენ წასული პაუზა, თითქოს ამ ურთიერთობაში რაღაცები ისე არ მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. რატო ვამბობ ახლა ამას? აქ ამოდის ქალი ხმლების დედოფლის ენერგიით, მამაკაცი იმპერატორის ენერგიით და შუაში ყავს ოთხიანი თასები. ანუ იდეურად რომ ვთქვათ სიმართლე, არც ერთი თქვენთაგანი თავს ამ ურთიერთობაში, აი ეხლა რა მოცემულობაც არის ოღონდ იმასთან დაკავშირებით, კარგად და ბედნიერად არ გრძნობს. ორივე თქვენთაგანს აქვს იმის
მისი შინაგანი განცდა, რომ მოწყენილია საკუთარი მეორე ნახევრის გარეშე, მოწყენილია იმ ადამიანის გარეშე, ვინც ყველაზე მეტად უგებდა, ვისაც ყველაზე მეტად ესმოდა მისი, ვინც ყველაზე აი მართლა აღიქვამდა, ვისაც ყველაზე მეტად მეორე ნახევრად, თუმცა ეს ურთიერთობა, როგორც ვთქვი რა, არის აი თლად დასრულებულსაც არ მიჩვენებს, მაგრამ ვერც ისე ვერ ვიტყვი, რომ დაუსრულ გაგრძელების შანსი რო იყოს, რატომღაც ამასაც ვერ ვხედავ ჩემო ძვირფასებო, თუმცა შეიძლება კომუნიკაცია რაღაც დონეზე, აი თუნდაც გამარჯობა გაგიმარჯოს სახით გქონდეთ, იმიტომ რომ აქ მე არ მიჩვენებს ადამიანებს, რომლებიც ტრულად დაშორდნენ ერთმანეთს და აი რაღაცა სამკვდრო სასიცოცხლოდ გადაეკიდნენ. არა, ესეთი ენერგია არ არის, მაგრამ არც ისეთი აქტიური კომუნიკაცია არ გაქვთ ახლა ერთმანეთთან, რომ ვთქვა, რომ რაღაც ამ ურთიერთობას აღდგენის ხელახალი შანსი, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში აქვს. აქ სხვათა შორის იქნება კიდე ისეთი სიტუაციები, როდესაც თქვენ ორ შორის იყო რაღაცა, მიუხედავად იმისა, რომ ასე ერთმანეთს ავსებდით და რაღაცა თითქოს ერთმთლიანობას წარმოადგენდით, იყო რაღაცა გარემოება, რომელმაც ესე ტრამალის მგელივით გაირბინა და თავისი არც თუ ისე სასიამოვნო ნაკვალევი დატოვა თქვენს ურთიერთობაში. ტრამალის მგელი არის მარტოსული ადამიანი, თუ გეცნობათ ესეთი ძალიან კარგია, რომელიც უბრალოდ აი ესე დადის და მის უკან ტოვებს მარტივად არასასიამოვნო ფაქტებს, გარემოებებს და მოვლენებს. უფრო უხეშად და უფრო მძიმედ არ მინდა ეს საკითხი გავავრცო. თქვენ ყველას ინდივიდუალურად გექნებათ ესეთი თქვენი პირადი საკითხი, რასაც მიხვდებით კონკრეტულად, რას ვგულისხმობ ახლა აი ამ ტრამალის გველის რაღა იყო და მგლის ტერმინის ქვეშ. მოკლედ ესეთია წინა პროექტ გაშლა, რომელიც გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ დააიდენტიფიციროთ ეს სიტუაცია თქვენია თუ არა და გეხებათ თუ არა, თუ ეს სიტუაცია რეზონირდა განაგრძეთ ყურება, თუ არ რეზონირდა დაელოდეთ სხვა საჯარო გაშლას. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ, გააზიაროთ, ეს ძალიან მეხმარება მოტივაციურადაც და ისედაც არხის გაზიარება და გაფართოება იძლევა შესაძლებლობას ჩემო ძვირფასებო, რომ მეტმა ადამიანმა მოისმინოს, მეტი ადამიანის თვის გახდეს რაღაცნაირი ინფორმაციული ეს ჩემი ვიდეოები, ხო? რეალურად რისთვის ვწერ ამ საჯარო გაშლებს, რომ მისმინონ ადამიანებმა და თუ არავინ არ მომისმენს, რა ვიცი, მარტო ლაპარაკს ისევე როგორც მარტო ჭამას აზრი არა აქვს. ცოდო ადამიანი ამ ყველაფერში, ამიტომ დამეხმარეთ თქვენს რაღაცნაირად მადლიერების სანაცვლოდ, რომ გაფართოვდეს ეს კონკრეტული არხი, Facebook-იც, YouTube-იც და TikTok-იც. 3 არხზე ვარ წარმოდგენილი და 3-ვეს თუ მომიწონებთ და გამოიწერთ, ძალიან გამობედნიერებთ. ვნახოთ, რას გააცნობიერებს ეს კონკრეტული ადამიანი უახლოეს მომავალში თქვენთან მიმართებაში. რას გააცნობიერებს. ვნახოთ. ვნახოთ. რას გააცნობიერებს. 10-იანი თასები, ესაა ბოდიში, 10-იანი ხმლები, არკანი მზე, არკანი სამყარო. აი რომ ვახსენეთ წეგან რომ ურთიერთობა იდეაში არის დასრულებული და წარსულის პიროვნებას თან მიმართებაში უყურებთ ამ გაშლას, ეს ნამდვილად ესეა. 10-იანი კვერთხები, ქურუმი ქალი, 2-იანი თასები. არკანი სამართლიანობა, 6-იანი თასები და 3-იანი კვერთხები. ჩემო კარგებო, გაცნობიერება, რომელიც ამ ადამიანს შეიძლება უახლა ისევ ნახეთ არკანი ზომიერება მოდის დასტის ბოლოს, აქაც მეორე დასტაში. გაცნობიერება, რაც შეიძლება რომ იყოს
ჩაფიქრებული პიროვნების მიერ არის რა იცით? მე 2 დღის წინ დავდე პატარა ფოტოსურათით გაშლა, სადაც დავაწერე თვითონ სტაროს ბარათების თარგმანი ქართულად რას გეტყოდათ ახლა, ხო? აი რაღაც იგივე შინაარსს მაძლევს ახლა მე ეს კონკრეტული საჯარო გაშლა, რომ მიხვდა ადამიანი, რომ თქვენ მის ცხოვრებაში იყავით ძალიან ძვირფასი პიროვნება, ადამიანი, რომელიც შთააგონებდით, ადამიანი, რომელიც ათბობდით, ადამიანი, რომელიც აძლევდით იმ კონკრეტულ ენერგიას, რაც მას სჭირდებოდა მართლა სასიცოცხლოდ, მართლა მოძრაობის გასაგრძელებლად და თქვენი იწყებოდა ყოველი დღე, შეიძლება ვთქვათ ესეც. თქვენ იყავით მის ცხოვრებაში ძალიან დიდი საჩუქარი, ძალიან დიდი ობიექტი ინტერესის, ვნების, აი რაღაცნაირად მართლა რომ საკუთარი სულის მეორე ნახევარს რომ იპოვი, აი ზუსტად ესეთი გაცდით იყო ეს ადამიანი თქვენს წინაშე და ამას აცნობიერებს. ზოგჯერ რაღაცებს რომ მივხვდეთ, ალბათ და უფრო კარგად რო გავიაზროთ, გჭირდება გარკვეული დრო და აი ეს სიტუაცია რეალურად გააცნობიერებს იმას, რომ სხვათა შორის შეიძლება მივხვდეს ზოგიერთ შემთხვევაში რაღაცა როგორ თქვა, ანუ რაღაცა ფარულს, აი წეღან ტრამალის მგელზე რო გელაპარაკეთ, შეიძლება იყოს აი აქ რაღაცა შემთხვევა, რომელიც გამოაშკარავდება ინფორმაციული თვალსაზრისით და ნათელს მოფენს გარკვეულ საიდუმლოებებს. თუმცა აქვე არის მეორე ვარიანტი, რომ ამ ადამიანმა შეიძლება სხვათა შორის დაგინახოთ სხვა რაკურსით. აი რატომღაც ახლა აქ სამყაროს არკანი, ქურუმი ქალი და მზის არკანი, ამაზეც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ შეიძლება ან სოციალურ სივრცეში გამოჩდით სხვანაირად, სხვა კუთხით და ამ ადამიანს დაანახეთ ეს თქვენი უნარები და შესაძლებლობები, რომ რაღაცნაირად ანუ ვერ დავარქმევ ახლა მაგიურ შესაძლებლობებს აქ ესე პირდაპირ, მაგრამ თითქოს ეჭვით ქონდა, რომ აი ეს თქვენი ხიბლი რაღაცნაირი მაგიური და სხვანაირი იყო ძალიან გამორჩეული სხვა ადამიანებისგან ენერგეტიკულ დონეზე და ამას გრძნობდა ის ადამიანი. ეხლა თითქოს თუ გამოჩნდით აქ ჩემი მსმენელებიდან ვიღაცა მაგალითად საჯარო სივრცეში, სადაც საკუთარი უნარების დემონსტრირება რაღაცა ფორმით დაიწყეთ, ხომ? შეიძლება დააპარალელოს და თქვას, რომ აი ეს იყო ზუსტად ის, რის გამოც ეს ადამიანი მომწონდა. აი ეს იყო ზუსტად ის უნარი, რის გამოც აი მოვინუსხე თავიდანვე ამ პიროვნებით. აი ესეთი განცდა შეიძლება გქონდეს და ამას აცნობიერებდეს. ასევე პრინციპში ამ ადამიანს ისედაც არ აკლია აღიარება, რომ განსაკუთრებული ხართ, მართლა განსაკუთრებული ხართ და ამას ყოველთვის გრძნობდა, მაგრამ ეხლა შეიძლება უფრო მკაფიოდ და ნათლად დაინახოს. აქვე რა მინდა ვთქვა, იცით? ანუ ისევ მიუბრუნდები იმ წინა ფოტოსურათით გაკეთებულ საჯარო გაშლას, სადაც 3 არკანით გავაკეთე ეს გაშლა, ხო? ზუსტად ამ გაშლის წინა გაშლაზე ვსაუბრობ. იქ ეწერა ესეთი ფრაზა, რომ აი შენი წასვლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ სიყვარული არ არის საკუთრება და არამედ სიყვარული არის მეორე ადამიანის სივრცის პატივისცემა, პირადი საზღვრების პატივისცემა და ეს რაღაცა ფლობისა და მესაკუთრეობის ნაწილში მიხვდა, რომ ძალით ადამიანს ვერ დააკავებ. ხანდახან ადამიანი თუ გიყვარს, უნდა გაუშვა, იმიტომ რომ განვითარდეს, იმიტომ რომ წინიაროს, იმიტომ რომ არ შეფერხდეს, ესეც არის რეალურად. ამასაც მიხვდა ეს ადამიანი, რომ თუ აქამდე დაუშვათ იყო იმ მოცემულობაში, იმ გაცნობიერებაში, რომ აი არ უნდა გამეშვა, არ უნდა წასულიყო, ხო? ეხლა თუ თქვენ სხვანაირად გამობრწყინდით, პაით მზის არკანი ნამეტანი გამობრწყინებაზე მესაუბრება, თუ სხვანაირად გამობრწყინდით, ხომ დაინახა ამ ადამიანმა, რომ რაღაცეები მართლა საჭირო იყო და ცხოვრებაში ეს შემთხვევით და უმიზნოდ არაფერი არ ხდება.
კიდევ რას გააცნობიერებს, ნახოთ, 9-იანი თასები, 8-იანი კვერთხები, 7-იანი პენტაკლები. გააცნობიერებს იმას, რომ თქვენ უკვე გახდით ძალიან თვითკმარი ადამიანი, რომელმაც იპოვა ცხოვრებაში საყრდენი წერტილი, იპოვა ცხოვრებაში საკუთარი, მოდი ესე ვთქვათ, ნიშას ვერ დავარქმევ, მაგრამ აი ეს შინაგანი რაღაც, რაც ავსებს, რაც მოსწონს, რაც ხიბლავს და ეხლა თითქოს აკეთებთ რაღაც ახალ ნახტომს, ესე ირმის ნახტომივით აკეთებთ მომავალში. თითქოს ეხლა დებთ გარკვეული ტიპის ინვესტიციას რაღაცაში, იქნება ეს დრო, იქნება ეს ფინანსები, რაც მომავალში მოგიტანთ კეთილდღეობას. ანუ ეს სავარაუდოდ თქვენი საყვარელი საქმეა, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ თქვენთან მიმართებაში, არის სამსჯავროს არკანი კიდევ, ანუ ეს თემა, რაზეც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, სამყაროსგან არის და მიყევით, არ გაჩერდეთ აუცილებლად. ამ ყველაფერს 9-იანი კვერთხები გააცნობიერა ის, რომ ეს თქვენი დიდი ხნის დუმილი ღირდა ნამდვილად ამათ, იმიტომ რომ ეს ნგრევა, რომელიც ცხოვრებაში განიცადეთ, ეს ტრავმები, რომელიც ცხოვრება მოგაყენათ, არ იყო ტყუილ უბრალოდ და იყო ზუსტად იმისათვის, რომ თქვენ გაზრდილიყავით, თქვენ წინ წასულიყავით, თქვენ გამოცდილება დაგეგროვებინათ და ეს გამოცდილება ეხლა ჩემო ძვირფასებო უკვე დრო არის, რომ გააზიაროთ. არ ვიცი, აი რატომ მოდის სამყარო აგერ არის ზომიერება მზე, ქურუმი ქალი, სამსჯავრო, ანუ თითქოს სამართლიანობა, აი თითქოს ისეთ რაღაცას, ისეთ გაცნობიერებაზე აქვს საუბარი, რომ თქვენ დაიწყეთ რაღაცა ფორმით საკუთარი თავის ტრანსლირება საზოგადოებაში, სხვანაირი ტრანსლირება. ეს არ არის თქვენი ჩვეული მოქმედება, უფრო სხვანაირად, რაღაცა ახალზე აქვს საუბარი და ეს გააცნობიერა ამ ადამიანმა, რომ ყველაფერი იყო საჭირო. აი, თვითონ მოვიდა ისევ არკანი იმპერატორის ენერგიით, წეღანაც და ახლაც ისევ ისია. არკანი თასების ტურზე ძალიან ამაყია თქვენით, ძალიან ბედნიერია თქვენით. მესამე ტურზე მოვიდა არკანი ძალა, ამბობს, რომ კი, აი ეს ჩემი გოგო ან ჩემი ბიჭია. აი ესეთი ფრაზა მოდის პირდაპირ, რომ ჩემია. აი ამაყობს, რომ თქვენთან ქონდა გადაკვეთა ცხოვრებისეულად და თქვენ გვერდით სხვა ადამიანებისგან განსხვავებით ბევრად მეტი სიახლოვე გაატარა, ბევრად მეტი დრო დაყო და ამით არის ძალიან ბედნიერი. აი თუ ამას ხმამაღლა არ იტყვის, იმიტომ რომ ამას მართლა არ ამბობს ხმამაღლა, გულში ზუსტად ესე ჩემია. აი ჩემია და იმიტოა ესეთი მაგარი. ან საკუთარი სიამაყე ექნება, რომ მე ყველაზე ადრე დავინახე, მე ყველაზე ადრე შევნიშნე. აი ესეთი გაცნობიერება ექნება ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში. პრინციპში ძალიან მაგარია, მინდა გითხრათ. თქვენი შეხვედრა აქ აი ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ არის ძალიან კარმული, სამყაროსეული და აი არ მიდის ისე რომ ვთქვა, რომ აი თანაკვეთა კიდე ისეთი მკაფიო და მჭიდრო იქნება, მაგრამ არის პარალელური მსვლელობა. თითქოს რაღაცნაირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთმანეთზე ინფორმაციებს გაიგებთ პარალელურ რეჟიმში, გაეცნობით, მოიძიებთ, რას შვება, თქვენ რას შვებით, მაგრამ ეს იქნება უკვე სხვანაირი ურთიერთობა. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო საჯარო გაშლა, რომელიც გავაკეთეთ კითხვაზე, რა გაცნობიერება ექნება ჩაფიქრებულ პიროვნებას უახლოეს მომავალში თქვენთან დაკავშირებით. მე იმედი მაქვს, რომ რეზონირდა, იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ და უკვე ყველას გელოდებით კომენტარებში. კიდევ ერთხელ უმორჩილოს გთხოვთ, გამოიწეროთ ჩემი სამივე არხი, ამით ძალიან დამეხმარებით. ერთი და იგივე სახელი აქვს TikTok-საც, YouTube-საც და Facebook გვერდსაც. გისურვებთ ბედნიერ დღეს, გისურვებთ მშვიდობას, კარგად ყოფნას და ბედნიერებას. დროებით.